სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში აფხაზეთიდან გადმოსვენებული პირების სამოქალაქო პანაშვიდი შედგა. 1990-იან წლებში აფხაზეთში შეიარაღებული მოქმედებების დროს დაღუპული 6 იდენტიფიცირებული პირი გადმოასვენეს. მათგან 5 სამხედრო და 1 სამოქალაქო პირია. დაღუპულთა სულის საოხად სასულიერო პირებმა პანაშვიდი გადაიხადეს. დაღუპულთა ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ. სამძიმრის წერილი ტაძარში შეკრებილებს სამების საპატრიარქო ტაძრის ღვთისმსახურმა არქიმანდრიტმა იოანე მჭედლიშვილმა გააცნო. უკვე რამდენჯერმე მოხდა გასული საუკუნის 90-იან წლებში აფხაზეთში დაღუპული მებრძოლებისა და მოქალაქეების ჩამოსვენება. დღეს წმინდა სამების საკათედრო ტაძარში აფხაზეთის ომში გარდაცვლილთა კიდევ ერთ ნაწილს ვემშვიდობებით. აქ დასვენებულნი არიან როგორც სამხედრო ისე სამოქალაქო პირები. სამწუხაროდ ახლობლებსაც და ჩვენც ახლა მოგვეცა შესაძლებლობა პატივი მივაგოთ მათ. ღმერთმა მოიხსენოს ჯამბულ ბერულავა, გიორგი გაბროშვილი, ამირან მეგრელიშვილი, ნოდარ ბერია, გია ძაგნიძე, გუჯუ დარჯანია და ყოველნი სამშობლოსათვის აღსრულებულნი. ყოვლად წმინდა სამებამ მარადიული სამყოფელი სავანესა მართალთასა განუწესოს მათ უკვდავ სულებს, ხოლო ოჯახის წევრებს, მეგობრებსა და გულშემატკივართ მომადლოს მათთვის ლოცვის ძალა. პატივის ცემით ილია მეორე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი. 13 მარტი 2025 წელი. 12 მარტს სამების საკათედრო ტაძარში მოასვენეს აფხაზეთის ომის დროს გარდაცვლილი 5 სამხედრო და 1 სამოქალაქო პირი. მოხდა მათი ამოცნობა, უკვე რამოდენიმე ასეულს შეადგენს ეს ამოცნობილი გარდაცვლილი ადამიანები, რომლებსაც ესე ეტაპ-ეტაპ სამების საკათედრო ტაძარში მოასვენებენ ხოლმე. ღმერთმა დალოცოს და ღმერთმა ცათა სასწაულში დაამკვიდროს ყველა ის ადამიანი, ვინც ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი სამშობლოსათვის თავი გაწირა. ამინ. დაღუპულთა ხსოვნის პატივის მისაგებად სამების საპატრიარქო ტაძარში საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და რიგითი მოქალაქეები იმყოფებოდნენ. დღეს ჩვენ ვემშვიდობებით ჩვენს გმირებს, რომლებმაც ყველაზე ძვირფასი გაიღეს თავისი სამშობლოსთვის, თავისი სიცოცხლე. მე მინდა მიუსამძიმრო მათ ოჯახებს, ასევე მინდა რომ ყველა იმ უწყებას, ვისაც მონაწილეობა აქვს მიღებული მათ იდენტიფიცირებაში და გადმოსვენებაში, მადლობა მინდა გადაუხადო მათ. დღეს ჩვენ პატივს მივაგებთ ჩვენს გმირებს, რომლებიც აფხაზეთის ომში და ბრძოლაში დაიღუპნენ. ჩვენი ვალია და ვალდებულება ჩვენი გმირების მარადიული ხსოვნა და მათი სულის სადიდებლად ხსენება და პატივის მიგება და დარწმუნებული ვარ, რომ მათი ბრძოლა ყველა არ ჩაივლის და ჩვენ ძალიან მალე ერთად ყველანი ერთად ქართველებთან და აფხაზებთან ერთად ერთიან საქართველოში ვცხოვრებთ და პატივს მივაგებთ სოხუმში მათ ხსოვნას და დიდებულ ბრძოლას საქართველოს ერთიანობისთვის და საქართველოს გმირობისთვის. ჩემი ძმა გია გაბროშვილი 31 წელია დაკარგულად ითვლება აფხაზეთში. ბოლო ინფორმაციით 93-ში სექტემბერში ტყვეთა აიყვანეს და იმის შემდეგ ვეძებთ. დნმ-ის ანალიზის საშუალებით დადგინდა, რომ ჩემი ძმა. მე გახლავართ დიშვილი ბატონი ჟორაბერიას 32 წელია თითქმის ველოდებით ამ ადამიანს, 32 წელი ოჯახის წევრებს, ნათესავებს, დაზგარშებული აცრემლი. ახლა ამ უბედურებიდან გამომდინარე ბედნიერებაც არის, იმიტომ რომ ეს ადამიანი ჩვენთან იმყოფება, სადაც შვილები ცხოვრობენ, შვილიშვილები ცხოვრობენ. აქ იქნება დაკრძალული. ძალიან მიხარია, რომ დღეს ეს ადამიანი იქნება ჩვენს გვერდითაც, რომ მიგვესწრებოდეს, საფლავზე რომ მივალთ, სანთელს რომ დავანთებთ და რომ მოიხსენიებთ. ჯამბულ ბერულავა და გიორგი გაბროშვილი დიღმის ძმათა სასაფლაოზე. ოჯახის გადაწყვეტილებით კი ნოდარ ბერია და გია ძაგნიძე თბილისის ზღვის საქალაქო სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს. ამირან მეგრელიშვილი და გუჯუ დარჯანია ქუთაისში დაკრძალეს.